უკვე რამდენიმე წელია, რაც ამოქმედდა ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც გარემოს დანაგვიანებისთვის მოქალაქეებს აჯარიმებს. ბევრს გეგონა, რომ ეს სანქციები ქალაქში სანიტარული ნორმების დაცვას ხელს შეუწყობდა და მოქალაქეები ქუჩებში დანაგვიანებისგან ჯარიმების შიშით თავს შეიკავებდნენ. თუმცა კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისში განსაკუთრებით საღამოს საათებში, სანამ მეზოები გამოჩნდებიან, დაბინძურებული ქუჩები ჩვეულებრივი მოვლენაა. ქალაქში განსაკუთრებით ხშირად შევხვდებით მწვეველ მოქალაქეებს, რომლებიც ნამწავს პირდაპირ ქუჩაში ყრიან. რა სანქციები მოქმედებს ამ შემთხვევაში და რა თანხის ოდენობით ჯარიმდება ამ დროს მოქალაქე? ამ საკითხებს ახლა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენი ჟურნალისტი თამთა ყონყაძე. არ არსებობს მეოჯახე არ მგონია რომ იქ ისე გაათენოს დღე და ღამე ან დააღამოს ან გაათენოს რომ იქ არ დაალაგოს ჭუჭელი არ გარეცხოს არ მიასუფთავოს რამე და იგივეა ეგ ჩვენი ოჯახია ეს იგივე. მეზოვეების სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება. თუმცა ნაგვით სავსე ქუჩების დასუფთავებას ძის ამოსვლამდე მაინც ვერ ასწრებენ. ამბობენ, რომ ყველაზე მეტი ძალისხმევა და დრო სიგარეტის ნამწვების შეგროვებაში ეკარგებათ. ადრე ნაგვისუნებს შეოდნენ რომ არ არისო და ახლა დააყენეს და ახლა კიდე უფრო უარესად ყრიან დაბლა. ხანდახან იმდენი არის რომ მართლა ის სამუშაო საათებიც კი უკვე აღარ ვეყოფა ხოლმე რომ აი დავასრულოთ კუთხეები არის ნამდვილად რომ აი საშუალება ცოცხლიც არ შველის ანუ ხელით ან რაღაც ჭხირი უნდა ვნახო რომ რაღაც ვეწვალო და ანუ და უკვე ჩემ თავს მეძებრათავთვლი და არა დამლაგებლად. აი დღეს გეწმინდება ხვალე კიდე ბეჩოგებია მასშარია. სპეციალურად დამიგდოს სიგარეტი. რო უთხარი რატო დააგდე უნდა მაგარისთვის ვალდებული ხარ სპეციალ რო ეიღო ესენ. ეს სიტყვამით ბევრი მოქალაქე, რომ მეზოვის პასუხისმგებლობის გარდა საკუთარ ვალდებულებას ვერ იაზრებს, ამას თბილისის დაბინძურებული ქუჩებიც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ძალაში შევიდა ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ქუჩაში სიგარეტის ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადაგდებაზე სოლიდურ ჯარიმას აწესებს, სანაგვე ყუთს აცდენილ ნარჩენებს თბილისში მაინც ყველგან შეხვდებით. დედაქალაქს ემსახურება 40 პატრული ინსპექტორი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნულ კონტროლს ახორციელებს დედაქალაქში. აქედან გამომდინარე, ინსპექტორები თავისთავად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობისას თითოეულ მოქალაქეს ვერ აედევნებიან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ახორციელებენ კანონით მათზე მინიჭებულ უფლებამოსილებას. 2015 წელს შესული კანონით 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, მათ შორის სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდება 80 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნამწვის და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადმოყრა კი 120 ლარით ჯარიმდება. პირები, რომლებიც სამართალდარღვევის ფაქტზე პატრულ ინსპექტორის თვალმა ვერ დააფიქსირა და შესაბამისად არ დაჯარიმდნენ, ჩვენი კამერის ობიექტივში ადვილად ხვდებიან. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვის გადმოგდება ჯარიმდება 120 ლარით. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ სიგარეტის ნამწვის გადაგდება ჯარიმდება 80 ლარით. არ ვიცი. არ გადამიგდი. დიახ, მაგრამ თქვენ გადააგდეთ. არ გადაგომილია. არ გადამიგდი. შენო ნაკავს რო გადაგიხსნა ახლა აქ რო ბიჭო დააგდებს ვიღაცა შენიშნავს ვერ მის. უბრალოდ. ამ სიგარეტის ნამწვას ქარი გაიწევს, გამოიწევს ხვალე მოგვიანო. სიგარეტამდე არის ძალიან განსხვავებული დიდი პრობლემები. დაბინძურების გარემოს. მოქალაქეების ნაწილი კი გვეუბნება, რომ ქუჩებში სანიტარული წესების დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლია საჭირო. ალბათ ყველა ვინც ყრის ნაგავს, ყველას არ მისდის ის SMS-ი, ანუ რომ დაჯარიმებულია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. როგორც კი უფრო მკაცრად იქნება, ყველაფერი შეიცვლება. ხშირად უნდა იარონ თქვათ პოლიციამ, რომ დააფიქსირონ და შესაბამისად დააჯარიმონ. სამწუხაროდ ვერ დადიან ხშირად და ძალიან ცუდია ეს. როცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა ქუჩაში დასჯადი გახდა, ვარაუდობდნენ, რომ სანქციები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ხელს შეუწყობდა. თუმცა მეზოვეების თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. სიგარეტის ნამწვების რაოდენობამ კი ქუჩებში მას შემდეგ უფრო იმატა, რაც დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა. ამიტომ თბილისის მთავარი სანიტარები ამბობენ, რომ ქალაქი დიდ საფერფლეს რომ არ დაემსგავსოს, ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების გაზრდაა.